ბრუნდებით პირდაპირ ეთერში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გვალია გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. საუბრობთ ახალ დოკუმენტზე, რომელიც დევნილებისთვის შეიქმნა. ეკა საუბრობდით დასაქმების პრობლემაზე. ძალიან საინტერესო ეს როგორ არის დოკუმენტში ასახული, ანუ როგორ ვასაქმებთ ამ ადამიანებს, რას ვთავაზობთ? მოგახსენებთ, ანუ სტრატეგიის წარმატებით განხორციელების პირობებში დევნილთა სამინისტროში ამუშავდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელებს დასაქმებისა და შემოსავლების მომტან ხელშემწყობ პროექტებს. აღნიშნული პროექტები განხორციელდება სხვადასხვა მიმართულებებით და აღსანიშნავია, რომ ეს მიმართულებები იდენტიფიცირებული იქნა დევნილების ჩართულობის გზით, ანუ როდესაც მე აღვნიშნე, რომ დევნილთა სათემო ორგანიზაციები იყვნენ ჩართულები, მათთან ჩატარდა ეგრეთ წოდებული ფოკუს ჯგუფები და ეს მიმართულებები წამოვიდა, ასე ვთქვათ, ხალხისგან. მე მოგახსენებთ, ვთქვათ, მოკლედ ამ მიმართულებების შესახებ ეს იქნება პროფესიული განათლება, რომელიც მორგებული იქნება ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებზე, ასე ვთქვათ, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ეს იქნება გრანტი, კრედიტი, შეღავათიანი კრედიტი ან უპროცენტო კრედიტი, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტები, ფერმერთა ასოციაციები მაგალითისათვის, სოციალური მეწარმეობის განვითარება და სოციალური საწარმოების შექმნა დევნილთა ჩართულობით და ასევე სხვა მიმართულებები, რომლებიც ყველა იქნება მიმართული დევნილთა თვითკმარობის უზრუნველყოფაზე. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ 2007 წელს, როდესაც სახელმწიფომ დაამტკიცა, ასე ვთქვათ, სტრატეგია დევნილთა შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს დევნილთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. ამ დოკუმენტის მიხედვით ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ძირითადად ყურადღებას ამახვილებდა განსახლების პრობლემის მოგვარებაზე. ძირითადად ეს სტრატეგიები არ მუშაობდა ეფექტურად, ესეც უნდა აღვნიშნოთ, ხო? აი ეხლა რა არის განსხვავება, კი ვილაპარაკეთ ამაზე, აი მხოლოდ განსახლება არა და ამასთანავე დასაქმება, რამაც ეს იმუშავებს და იქნება შედეგიანი. ძალიან საინტერესოა ეს, რომ ვთქვათ მსმენელებს, ალბათ ვინც გვისმენენ დევნილები ის მათაც. ანუ ეს სტრატეგია იქნება დამხმარე დოკუმენტი დიდი, ასე ვთქვათ, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა, რომელიც ასევე თავად დოკუმენტი ითვალისწინებს სოციალური ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და დევნილთა ინტეგრაციას. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, სამწუხაროდ ძალისხმევა სახელმწიფოსი ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტირებული განსახლების პრობლემის მოგვარებით. და განსაკუთრებით ეკონომიკური საჭიროებები დევნილთა, მე ასე ვიტყოდი, საკმარისი ყურადღების მიღმა რჩებოდა. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ასეთი მიდგომა არ აღმოჩნდა მდგრადი და ეფექტური. დევნილთა ინტეგრაცია მხოლოდ საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფით ვერ იქნება მიღწეული, თუ არ მოხდა მათი დასაქმების და შემოსავლების მომტანი საქმიანობების წახალისება და მხარდაჭერა. სამწუხაროდ მრავლად არის, ხო, მაგალითები, როდესაც სამეგრელოს რეგიონში, ფოთში, ფოცხოეწერში გაიცა დევნილებისათვის საცხოვრებელი ფართები, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს დასაქმება და ინტეგრაცია ამ თემებში, ისინი იძულებულნი გახდნენ ან დაეხურათ ეს საცხოვრებელი ფართები, ან საერთოდ გაესხვისებინათ. ამიტომ მახსოვს ეს ამტკინეული იყო ამ ადამიანების განსახლება და შემდეგ მოიქნა რეპორტაჟებიც კეთდებოდა ჟურნალისტებს, რომ არ ქონდათ არანაირი საარსებო წყარო. ამას ამბობთ ახლა. დიახ, სამწუხაროდ ესე იყო, იმიტომ რომ ბუნებრივია მხოლოდ საცხოვრებელი ფართით ვერ მოხდებოდა მათი გრძელვადიანი ინტეგრაცია ამ საზოგადოებაში. შესაბამისად, ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს იმას, რომ მომავალში, როდესაც განხორციელდება გრძელვადიანი განსახლების პროექტები, გამოყენებული იქნება შემდგომი მიდგომა: განსახლება პლუს საარსებო წყაროების მხარდაჭერა. და ამ საარსებო წყაროებს, აი ძალიან საინტერესო, რას ვთავაზობთ? აი როგორ უნდა დასაქმდნენ ეს ადამიანები? არის რამე რით ვასაქმებთ იქ ადგილებზე? როგორც მოგახსენეთ, ეს იქნება სხვადასხვა კომპონენტები, რომლებიც ყველა მიმართული იქნება დასაქმებაზე. ბუნებრივია მოხდება საჭიროებათა კვლევა.
სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობდა დასაქმებას, არ იყო დამყარებული ასე ვთქვათ მნიშვნელოვან და ხარისხიან კვლევებზე. კვლევების დეფიციტი ზოგადად დევნილთა სფეროში ნამდვილად არსებობს. ამიტომ ეს დოკუმენტი, ანუ იმ შემთხვევაში თუ განხორციელდა წარმატებით და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებით განხორციელდება, იმიტომ რომ დევნილთა სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და მხარს უჭერს. სამინისტროები, რომლებიც თქვათ არიან თქვენს გარშემო, გარდა დევნილთა სამინისტროსი. ცხადია, ვინაიდან ეს იქნება სახელმწიფო დოკუმენტი მას შემდეგ, რაც წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად და ვიმედოვრებთ, რომ ეს მალე მოხდება. ეს დოკუმენტი ასევე უზრუნველყოფს სხვა სამინისტროების და სხვა, ასე ვთქვათ, დაინტერესებული მხარეების ჩართულობას ამ დოკუმენტის განხორციელების პროცესში. აი მაგალითისათვის მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა ინტერესების გათვალისწინება დასაქმების მიმართულებით მოხდეს, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში, ასევე არსებობს რეგიონალური განვითარების გეგმები. ამ დოკუმენტებშიც უნდა მოხდეს აუცილებლად დევნილთა ინტეგრირება, ანუ ამ დასაქმების მიმართულებით. შესაბამისად ეს იქნება სხვადასხვა სამთავრობო დონეზე უწყებათა შორისი ერთობლივი ძალისხმევა, რაც იქნება მიმართული, ვთქვათ, დევნილების და განათლების საკითხი ძალიან საინტერესოა, არის თუ არა პროექტში რამე ჩადებულია განათლებასთან დაკავშირებით დევნილებისთვის, იმიტომ რომ ეს არის პრობლემა, მე როგორც ვიცი. როგორც მოგახსენეთ, განხორციელდება პროფესიული განათლების პროგრამები, განხორციელდება ასევე მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები. ან ასაკს არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა დევნილების ასაკს გულისხმობ. როგორც მოგახსენეთ, ეს ყველა ინიციატივა, რომელიც განხორციელდება სტრატეგიის ფარგლებში, დაფუძნებული იქნება კვლევებზე. და იმის მიხედვით დაიგეგმება და შემდგომ განხორციელდება ყველა ინიციატივა. ამას კონკრეტულად განახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და აქედან გამომდინარე ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოხდება იმ წარმატებული მაგალითების და წარმატებული გამოცდილების გათვალისწინება პროგრამების დაგეგმარების და განხორციელების ეტაპებზე, რომლებიც უკვე დევნილთა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს წლების განმავლობაში დაგვიგროვდა. და რა ეტაპზეა ეს და აი როდის გახდება ოფიციალურად ეს დოკუმენტად, როდის იქცევა? როგორ ფიქრობ? სულ ახლა ხანს, ანუ დოკუმენტის შესახებ კომენტარები მიღებული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან. საერთაშორისო ორგანიზაციებიც ასევე აქტიურად იყვნენ ბუნებრივია ჩართულები ამ პროცესში. ამჯერად მიმდინარეობს ამ კომენტარებზე მსჯელობა საერთაშორისო ორგანიზაციებს არასამთავრობო ეროვნულ ორგანიზაციებსა და დევნილთა სამინისტროს შორის. მას შემდეგ რაც მოხდება კომენტარების შეჯერება, დოკუმენტი ალბათ მიიღებს უკვე საბოლოო სახეს და იგი წარდგენილ იქნება საქართველოს მთავრობის წინაშე დასამტკიცებლად. ანუ ეს რაღაცა პერიოდი კიდე არის ხო დარჩენილი იმისთვის რომ დოკუმენტი მივიღოთ უკვე და ძალიან და ბოლოს მინდა კითხოთ თავად დევნილების რეაქცია ამ ყველაფერზე, მათი მოსაზრებები როგორი იყო, როდესაც გააცანით, ისინი არიან თანახმა ამ ყველაფერზე თუ არა, როგორ რას გვეტყვით ამაზე? ბუნებრივია დევნილები დადებითად აფასებენ ამ პროცესს. სკეპტიკურად უყურებენ, არ ვიცი, იმიტომ. დევნილები ბუნებრივია, რომ ძალიან პოზიტიურად აფასებენ ამ პროცესს და ისინი დიდი იმედით ელოდებიან ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულებას, მის დამტკიცებას და რა თქმა უნდა განხორციელებას. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, ვალდებულია, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და დევნილებს ის მოლოდინები, რომლებიც გააჩნიათ, ასე ვთქვათ, მათ არ აქვს სკეპტიკური დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. არა, სკეპტიკური დამოკიდებულება. არაერთი დოკუმენტი შექმნილა, ამიტომ ვამბობ, ანუ საკმარისი განხილვა იყო, საკმარისად გააცანით, ამას გულისხმობ. საკმარისად ალბათ ისე ვთქვათ, კარგი სიტყვა. მე როგორც აღვნიშნე, ეს პროცესი გრძელდებოდა სულ რამოდენიმე თვე. აქედან გამომდინარე ვერ მოხდებოდა ყველა დევნილის ჩართულობა. მე სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ ჩართულები იყვნენ დევნილთა სათემო ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ინფორმაციის გავრცელებას
მათ თემებში. მაგალითად, აი ბოლო კითხვას ვსაუბრალოთ და ისა უნდა დავასრულოთ უკვე საუბარი ვარ დევნილი. როგორ აისახება ეს ჩემზე? მაქვს რაღაცა ბიზნეს პროექტი, იქნება თუ არა ამის დაფინანსება, მოხდება თუ არა, შესაძლებელია თუ არა? ცხადია, რა თქმა უნდა. ბუნებრივია, ანუ ეს იქნება ერთ-ერთი მიმართულება. მე როგორც აღვნიშნე, ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, გრანტი, კრედიტი. შესაბამისად, თქვა დევნილს თუ ექნება კონკრეტული ბიზნეს იდეა, ის ალბათ მიმართავს შესაბამისად ეს სტრუქტურულად ზუსტად მე მიჭირს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ჯერ კონკრეტული სამოქმედო გეგმა დოკუმენტის არ არსებობს. ჩვენ მიმართოს, ესეც იქნება ცნობილი. ეს ალბათ ყველაფერი იქნება გაწერილი სამოქმედო გეგმაში, მას შემდეგ რაც თვითონ სტრატეგია დამტკიცდება, ბუნებრივია შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც გაწერილი იქნება ყველა საქმიანობა, პასუხისმგებელი პირები, შესაბამისი ვადები და რაც მთავარია ფინანსური რესურსები. გასაგებია, თუ გაქვთ კიდე რამე დასამატებელი, თორემ უნდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის. მსმენელებს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი დღეს გახდათ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გვალია. როდესაც იქნება ეს დოკუმენტი და დამტკიცდება და უფრო მეტი გვეცოდინება, აუცილებლად მოგიწევთ კიდე ამაზე სასაუბროთ. მადლობა მსმენელებს, ვინც გვისმენდნენ, მადლობა თქვენ, ქალბატონო ეკა, გემშვიდობებით, შევხვდებით ერთმანეთს ხვალ 6-ის ნახევარს. დიდი მადლობა.